ჩინეთში ღირს, თვითონ ჩინეთში $34,000 ღირს. უყურე როგორ არის. ეს არის ჩინეთის სახელმწიფოს გაკეთებული ავტომობილი და მე გეუბნებით 5 წელიწადში, ბიჭებო, 5 წელიწადში საქართველოს კი არა, ნახევარ მსოფლიოზე მეტში მხოლოდ ჩინეთში აწყობილი მანქანა იქნება. ეს ავტომობილები, რომელსაც ჩვენ ხედავთ, BYD, ორი დიდი ქარხანა გაკეთდა თურქეთში. აი ახლა უკვე ორი დიდი ქარხანა გააკეთდა მერაბი თურქეთში. წარმოიდგინე და თურქეთში მთლიანად არის 70-80 ავტოქარხანა. ჩვენ მაინც გავაკეთებთ ერთ ავტოქარხანას და ორს. ახლა კიდე რისი თქმა მინდა ბიჭებო. ჩვენ ყავს ეს ავტომობილი 460 კილომეტრიანი, რომელიც ღირს 16900, 500 კილომეტრიანი, რომელიც არის 17900, 610 კილომეტრიანი, აი ეს ავტომობილი 19900. ეს ავტომობილები იქნება ყველა განვადებით. ჩვეულებრივად, როგორც კეთდება სხვა ავტომობილები, ისე იქნება განვადებით. კოტე, მოდი ერთ წუთი. აი უყურე რა ხდება დღეს. მე მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომელია ყველაზე საუკეთესო ავტომობილი. რა თქმა უნდა, ახალი. ხო? და მე მინდა, მე ამის თქმა არ მინდოდა, მე ამას რამდენი ხანია ვფიქრობ თქვა, მაგრამ რო არ ვთქვა, კაცურში ჩავიჭრებით. მე ერთი რამე მინდა გითხრა და რატო ვამბობ ამას. 3-4 დღის უკან ერთი ქალბატონი მოვიდა ჩვენი ძალიან შინაური. აი ამ ქალბატონს ვიღაცისთვის მეუცია რომელიღაცა კომპანიისთვის ფული და ჩამოუყვანიათ რაღაცა ავტომობილი, არ მინდა სახელი რო ვთქვა. წარმოიდგინეთ, ჩვენთან მოიყვანა რაღაცა გაფუშტა. უყურეთ, ჩვენ ნახეთ გიორგი ერთი რამ. მერაბი, მოდი. სვიადი, მოდი. აი ბიზნესი რა არის? მაგრად უნდა იცოდე ავტომობილი. როგორც ავტომობილს შევხედე, არ მომეწონა. თუ არა და 3 წლის მანქანა იყო და გადახდილი ქონდა $29000. და უყურე რა გამოდგა. ცხვირი ავტომობილის გამოდგა დუბაიდან მოტანილი ცხვირი. უკანა ნაწილი გამოდგა ამერიკიდან მოყვანილი. მოტანილი. აქ სადღაც შეუერთებიათ, გადაუღებიათ და მისცეს იმკაც დააკავეს ხელში რა კარგ ავტომობილს გაძლეო. ეს ერთი. მეორე მთავარი